ოღონდ გაჯანა სამუდგენა და თუ გინდა მე და მამუნჯი კინოსტუდიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ ლეილა აბაშიძის ოჯახმა გაზეთის საშუალებით შეიტყო და გოგონა კატოს როლის სასინჯ გადაღებებზე კონსტანტინე პიპინაშვილთან მიიყვანეს. კონკურსში 40 ბავშვი მონაწილეობდა. ჩითისკაბებში გამოწყობილ რამდენიმე მათგანს სინჯისთვის ამზადებდნენ, როცა ოთახში ლეილა აბაშიძე შეიყვანეს. მან პირველივე ამოცანას ბრწყინვალედ გაართვა თავი. აბა წარმოიდგინეთ, პატარა 8 წლის ბავშვი, რომელსაც კინოს საერთოდ არ უნახია და მისი დედა არის ნატო ვაჩნაძე. დამატყობებელი სილამაზისა და საოცარი უშუალობის მქონე ქალი, რომელსაც საერთოდ დედას ვეძახდი და დედაჩემი ეჭვიანობდა. იმის თვალებში ჩახედო და ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ესეთი ზემოქმედების ძალა ჰქონდა. სპარტაკ ბაღაშვილი იყო ჩემი მასწავლებელი, წარმოგიდგენიათ, მამა ალაზნის პირელი. ჯადოქარი ვერიკო ანჯაფარიძე და მე როგორც ბავშვი აღვიქვამდი ყველას როგორც ცოცხალ ნამდვილ პერსონაჟს. კატოს ნაზიბროლა მოხვა. შემდეგ თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და რუსთაველის თეატრში გაანაწილეს. კლასიკური რეპერტუარი უნდა ეთამაშა, მაგრამ მოულოდნელად კვლავ კინოსტუდიიდან მიიღო მიწვევა ჭრიჭინას როლზე. მსახიობმა სტუნებას ვერ გაუძლო და თეატრს კინო ამჯობინა. ჭრიჭინამ ტრიუმფალური წარმატება მოუტანა მას, თუმცა მისი შემოქმედების გვირგვინი მაინც მაიაწნეთელია. იმდენად ვეცადე მივახლოვებული ჩემი გმირს, რომ ფილმი რო დაამთავრდა, მე ქალს აღარ გავდი საერთოდ. დამიკოჟრდა ხელები, გამიმაგრდა მუსკულატურა. იარაღს ვატარებდი ჯერ 12 კილო იარაღი მქონდა ასხმული, ცხენზე ჯდომა, ფარიკაობა, კაცებთან ურთიერთობა, ეს მანერები გამომიმუშავდა ისეთი, რომ ყველაფერი ვიყავი ქალის გარდა. მაია წნეთელის გარდასახვით მან მართლაც სერიოზული განაცხადი გააკეთა ქართულ კინოში და კიდევ ერთხელ მიიპყრო დიდი რეჟისორების ყურადღება. მაშინ არ იყო პრემიერებული კონკურსები იმ წლებში. თორემ მე მჯერა რომ მრავალ დიდ ფორუმზე მიიღებდა ტიტულს. გმირის პროფესიას შეისწავლიდა და მერე იწყებდა როლზე მუშაობას. მაია წნეთელის დროს ცურვასა და ფარიკაობას დაეუფლა. უდიდესი ამოვნება მგრიდა საჯინიბოში მისლა. ეს თივის სუნი, ცხენი, რომელიცაც ყველაზე მიმქონდა შაქარი. ჩემი ცხენი მყავდა არაბია. მივიჩვიე ეს ცხენი. მოვაჯდებოდი ამ წელს უბელო ცხენს და დავქროდი, დავდიოდი და აი ეს მგრიდა რაღაც უდიდესი ამოვნებას და გრძნობდი რომ აი მართლა ისეთივე ლაღი ვიყავი როგორი ლაღიც იყო თვით მაია. ერთადერთი რაზეც გული წყდება, ფილმის მონტაჟის დროს ამოღებული მაია წნეთელის რამდენიმე ეპიზოდია. ნინუა 2 მეტრი ნახევრიანი, გოჩა რამ სიმაღლე. კვანტალიანი იყო, რომელსაც ჩაგრავდი სიმაღლეს, მაგრამ ის სიგანეში იყო ჩემზე. დანარჩენები პარტნიორები ყველანი მაღლები და აი ამ მაღლებში ვდგევარ ეს ცეროდენო და კიდე მბრძანებებს ვიძლევ და ერთი ეპიზოდი იყო წირს კოკის პირურად და ჩარდახიან ორევში ვართ. რა გავაკეთოთ ასეთი ამინდია და დავლიოთ ერთი და ტიკტურა გადმოაგდო მამჩარმა. მე რადგან ასე ვზივარ თამადის ადგილზე და ოყოჩინობ და როგორ მეთაური ვარ კაცო არ მესროლეს ყანწი. აი ამოდენა ყანწი. გავშრივი ერთი კი ვიფიქრე ამას რა დალევს. არ და მიხს ხამს ნინუა ვახტანგი. ხედავ პირამდე ავსეს. და ხო იხტიბარს როგორ გავიტეხავ მე მეთაური ვარ ეს ვარ დავლი ხო დავკარგი ავტორიტეტი და მე ვიყუტე და დავლი. ერთი პერიოდი დიასახლისის ამპლუაში თავს უხერხულადაც კი გრძნობდა. რომ მეტყოდნელო ჭურჭელია გასარეცხა, სადილია გასაკეთებელი, ან რაიმე ქალური საქმე, ოჯახური 1000 რამ, შვილის პატრონი ვიყავი და ოჯახს თავის სჭირდება. ამას ვიღებდი როგორც უდიდეს შეურაცხყოფას, როგორ მკადრეს, მე ჭურჭლის გარეთ სხვა, სარეცხვის გარეთ სხვა. უცქერი მას და ძალაუნებურად ფიქრობ, რა იშვიათია დღეს ასეთი თვალები. მზერა, ამგვარი ქალურობა. ფიქრობ იმაზეც, თუ როგორ აკლია დღეს ქართულ კინოს მის მიერ შექმნილი პერსონაჟები. დაფიქრდები და გული დაგწყდება, რომ ამ უნიჭიერეს ქალბატონს წლების მანძილზე ვეღარ ხედავ ქართულ ეკრანზე. რატომ ხდება ასე? ქალბატონი ლეილა კვლავ იმედით ცხოვრობს და თავის რეჟისორს ელოდება. არა და ლეილა აბაშიძე ის არტისტია, რომლისთვისაც აქტიორული სირთულეები არ არსებობს.